მოგესალმებით ელენე. რა პრინციპით არის შერჩეული ნამუშევრები, ხო არა გაქვთ ინფორმაცია ვთქვათ? ნამუშევრები შერჩეულია თია გოგუაძე აფხელის მიერ, რომელიც არის თანადამფუძნებელი ხელოვნების ფონდი ანაგის და ასევე Rich Art Visuals. ანუ აქ რაღაც ჯგუფი იყო და ისე გადაწყვეტეს თუ პერსონალურად ერთი. რამდენიმე გალერეის პროვენანსი, ანუ მათი კერძო კოლექციები არის ხელოვნებაცოდნეების კოლექციები, ავტორის ოჯახის კერძო კოლექციები და ასე შემდეგ. ისინი გაერთიანდნენ ამ აუქციონისთვის. ფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა მხატვარი არის, როგორც მივხვდი და ისინი წარმოდგენილი არიან. ძალიან კარგი სტარტი აქვს, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი და წარმატების უსწრაფობას. და ასაკოვანი მხატვრებიც ნამუშევრებიც არის. ბევრი საინტერესო ნამუშევარი არის, მაგრამ რაღაც უფრო ყურადღება მიიქცია ამ ორმა ნამუშევარმა. როგორც ვიცი, ავტორს იცნობთ თქვენ და როგორ ეთქვათ ნამუშევარი? მე ავტორს ვიცნობ გალერეა 4.10-დან, რომელშიც მუშაობ ასისტენტად. პირველად მოეწყო 4.10-ში მისი პერსონალური გამოფენა და ჩვენს წინაშეა მისი ორი ნამუშევარი. როგორც დანარჩენი მისი ნამუშევრები, ეს ნამუშევრებიც კონცენტრირებულია წარსულთან, წარსულის ნივთებთან. იგი იღებს ანაშენიას სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ძველ ნივთებთან ურთიერთობა, მათი შეგროვება და შეგროვება. სწორედ ეს ნივთები აკავშირებს მას საგნის მეხსიერებასა და მნიშვნელობასთან. ასევე ფოტოარქივზე მუშაობა. ფოტომეხსიერებით შექმნილი სცენები და ლანდშაფტები, რომლებიც მეხსიერებასა და მატერიალურ სივრცეს შორის ბუნდოვან საზღვრებში არსებობენ. ეს ერთგვარი ძიების და შემეცნების პროცესია. არტისტის შემოქმედებით პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეხსიერების პარალელებს, რომელიც წარსულთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, სიმშვიდესა და ჩუმ დაძაბულობასთან აკავშირებენ. იქნება ეს მეტატრადიციული ქართული მხარე თუ უკრაინელი ბებიის მიერ საბჭოთა აღზრდის მეთოდები. ფერწერებში ასახული სცენები გაყინულია კონკრეტულ მომენტებში. ხრობის, პაუზის მსგავსად მომენტი, რომელიც ამ დროსთან მიმართებით ცნობიერში და ქვიცნობიერში მუდმივად არსებობს. მნახველი აკვირდება არსებულ პერსონაჟებს პირად ინტიმურ გარემოში, ისე როგორც ავტორი იკვლევს და ხედავს ამ არქეტიპებს საკუთარ წარმოსახველში, ხოლო საბოლოო შედეგი თვითრეფლექსიის პროცესი.